იცი ამ მომივიდა, აი პირველი შეხება იყო რაღაც ფანტასტიკური და შემდეგ რაღაცნაირად დიდი ისე რომ ვილაპარაკო რა გულწრფელად რო თქვა, დიდი ხანი რაღაცას ვერ ვგრძნობდი და სულ ეს პრობლემა მქონდა, რომ აი რაღაცა ვერ რაღაცნაირად აი თითქოს ვერ ვგრძნობდი ამ რაღაცას რა, ანუ და ძალიან ნერვიულობდი ამაზე დიდი ხანი, რომ მეთქი აი იმიტომ ჩემი ცოლი ეგრევე რაღაცნაირად შეიცვალა, ეგრევე დედა გახდა, ну ქალები სხვანაირად. თან 9-11 ურთიერთობა აქვს ქალებს. კი და მართლა ნაწილი არის ბავშვი და ჩემი ცოლი რაღაც სხვანაირად შეიცვალა და მე რაღაც პერიოდი, არ ვიცი, სავსებით დიდი ხანი რაღაცას ვერ ვგრძნობდი და აი როცა დავიწყე მასთან უკვე ურთიერთობა, აი ურთიერთობაში ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ მამა ვარ და რაღაცნაირად სხვანაირი გავხდი ალბათ როგორც ყველა მამა. ჩემმა ეგოისტურმა, ჩემმა ეგომ უკან გადაინაცვლა, როგორც ყველა შემთხვევაში ხდება ალბათ და წინ წამოვიდა ჩემი ოჯახის და ჩემი შვილის ღირებულება და მნიშვნელობა უფრო წინ. Სუსტად ეგრე ვიყავ, მეც ვამბობ ხოლმე, რომ პირველ შვილზე ვერ ვიგზენი მამობა, რა, ვერ ხვდებოდი. რა მოხდა, რა უნდა გამეკეთებინა, არ ვიცი. მე ანუ მარტო არ ვარ, ხო? მეც გამიხარდა, ეხა ეგ რომ მოვისმენ. მე პირველ შვილზე რომ დაიბადა, ну ახლა რა თქმა უნდა გამიხარდა და უფრო ვიგრძენი პასუხისმგებლობა. ის სითბო, სიყვარული, ვერაფერი, რაღაც ერთი თვის მერე ხო, აი ეგრევე მოიტანა. მეორეზე ასე არ ქონია ეგ, მეორეზე ეგრევე, ხო, თითქოს აი ის განცდა უკვე ვიცოდი რა.